ღამის ინჟინერი ხედავს ლიურში წყლის მაღალი დონის განგაშს და მიდის შესამოწმებლად. ის ხსნის დამხმარე მექანიზმების განყოფილებისკენ მიმავალ წყალგაუნდარ გარს და ხედავს წყლის კედელს, რომელიც საჭის მექანიზმის განყოფილებიდან იღვრება. ალასკა რეინჯერი აშენდა 1973 წელს ლუიზიანაში, მაკდერმოტის გემთმშენებელ ქარხანაში, როგორც ოფშორული მომარაგების გემი. თავდაპირველად მას რეინჯერი ეწოდებოდა. ოფშორულ მომარაგების გემებს აქვთ ბრტყელი გემბანი, რომელიც უზრუნველყოფს ოფშორული ნავთობის სამუშაოებს, ანკერების გადატანას, მარაგების ტრანსპორტირებას და სამაშველო გემის ფუნქციას ასრულებს. ის იყო 58 მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიგანის, წყლის ხაზის ქვემოთ კი 8.5 მეტრი ჩაძირვის სიღრმით. მას ჰქონდა 2.16 ცილინდრიანი დიზელის ძრავა, თითოეული 3520 ცხენის ძალის გამომუშავებით. 1987 წელს ალასკის თევზჭერის კომპანიამ შეიძინა რეინჯერი და გაგზავნა ის სიეტლში, United Marine's გემთმშენებელ ქარხანაში, სადაც მას ძირეული გადაკეთება ჩაუტარდა ქარხნულ ტრალერად. გემი დაშალეს მთავარ გემბანამდე და თავიდან ააშენეს დახურუმი საწარმოო სართულითა და ზემოთ ახალი საცხოვრებელი გემბანებით. ფოლადი საფარი გვერდებზე 2 სართულით აწიეს, რათა ახალი ნაგებობა დაეფარათ. დამატდა ფართო სათევზაო აღჭურვილობა, მათ შორის კიჩოს რამპა, პორტალური კოშკი და ტრალების სისტემები. თითქმის 2 წლის შემდეგ 1989 წლის მაისში ხომალდი ხელახლა გაეშვა სახელით ალასკა რეინჯერი და შეუერთდა ალასკის მზარდ ქარხნულ ტრალერების ფლოტს. ალასკაში ბევრი ტრალერი გადაკეთებული მომარაგების გემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაპროექტებული და აშენებული იყო შედარებით მშვიდი და თბილი მექსიკის ყურის წყლებისთვის, ნავთობის ინდუსტრიას გემების სიჯარბე ჰქონდა და თევზსაჯერი გემების რეგულაციების ცვლილებებმა ისინი ხელმისაწვდომ ვარიანტად აქცია. თევზჭერის კომპანია ალასკას ქარხნული ტრალერები და დაახლოებით 20 სხვა ბერინგის ზღვასა და ალეუტის კუნძულებზე იყვნენ ამენდმენტ 80-ის ფლოტის ნაწილი, რომელიც 1982 წელს დაიწყო. ამენდმენტ 80 არის თევზჭერის პროგრამა, რომელიც არეგულირებს კვოტებს, კონსერვაციასა და მდგრადობას. პროგრამამ ლიცენზია მიცა Traller პროცესორების ჯგუფს, რომლებიც აშენდა 1990 წლამდე, რათა მათ თავიანთი კვოტები კოოპერატივის სახით ემართათ და არა ის მიზნად ისახავდა ძველ გემებს, რომლებიც შექმნილი იყო კონკრეტული ნადირობისთვის და არა ახალ ტრალერებს, რომლებსაც აქვთ უფრო დიდი და მოქნილი გადამამუშავებელი შესაძლებლობები. ამან საშუალება მისცა ძველ ტრალერებს გაეგრძელებინათ მუშაობა ასაკის, ცვეთისა და მოდიფიკაციების მიუხედავად, იმის ნაცვლად, რომ ისინი ახალი გემებით ჩანაცვლებულიყვნენ. ქარხანა ტრალერებს შეუძლიათ დაჭერილი თევზის გადამუშავება, შეფუთვა, გაპინვა და შენახვა, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ ბერინგის ზღვის შორეულ ნაწილებში, საკმაოდ მოშორებით საძიებო სამაშველო დახმარებისგან. ამ რეგიონებში მომუშავე გემებს შეიძლება შეხვდეთ ზღვის ყინულს, არა მძიმე პოლარულ ყინულს, მაგრამ მაინც სჭირდებათ გამაგრებული კორპუსის სექციები. რეინჯერის ქარხანა ტრალერად გადაკეთებისას გემთმშენებელმა ეზომ დაამონტაჟა სქელი ფირფიტის ლითონი, რომელიც ქარხნის გემბანიდან დაახლოებით 1.2 მეტრით ქვემოთ წყლის ხაზამდე იყო გადაჭიმული. მფლობელებმა თევზსაჯერი კომპანია ალასკამ ივარაუდეს, რომ ეს ყინულის გამაგრება ალასკა რეინჯერს აძლევდა სერტიფიკატს ყინულიან წყლებში მუშაობისთვის. გადაკეთების დროს ტრალის გემბანის უკან კიჩოს ნაწილი ააშენეს, რათა აღჭურვილობის გაშვება და თევზის გემზე ამოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი. ალასკა რეინჯერზე გამოყენებულ აღჭურვილობას აქვს 4 ფოლადის ტრალის გარი, რომლებიც ფრთებივით შლის ბადეს და მძიმე წონები, რომლებიც ბადის ფსკერს შუა წყალში ღიად ამყოფებს. კიჩოს აღჭურვილობა რეგულარულად ზიანდებოდა კარების, წონების, ბადეების და ამოყვანილი თევზის ზემოქმედებით, რომლებიც კიჩოს რემპაზე ამოდიოდა და ხშირად ორივე მხარეს ეჯახებოდა. ამიტომ ორივე მხარეს დამაგრდა დამცავი ფირფიტები, რათა დაზიანება შემცირებულიყო. ამ ფირფიტების შედუღებამ არსებულ მეტალზე დატოვა მცირე ნაბრალები გემის კონსტრუქციასა და ახალ ფირფიტებს შორის, გემის უკანა ნაწილში, რომელსაც კიჩოს ხრუ ან გარე ტრანსომი ეწოდება. კიჩოს ხრუ არის ჰერმეტულად დახურული სივრცე, რომელიც გემს ამოდივდივებას უზრუნველყოფს. მის მთლიანობას ამოწმებენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან. 1991 წელს ალასკა რეინჯერმა დაამატა კორტის ნოზლები საწვავის ეფექტურობის გასაზრდელად. კორტის ნოზლი არის დუქტი პროპელერის გარშემო, რომელიც აუმჯობესებს ეფექტურობას დაბალ სიჩქარეზე და იცავს პროპელერის პირების კიდეებს. ალასკა რეინჯერი იყენებდა ორ ტრადიციულ ნიჩბოვან საჯეს.
თითოეულ პროპელერის უკან, რომლებიც იმართებოდა რულიდან ელექტროჰიდრავლიკური სისტემით. თითოეული საჭის ღერძი მოთავსებული იყო წყალგაუმდარ შახტაში, რომელიც გადიოდა საჭის ოთახის ქვემოთ კორპუსის ქვედაფენიდან. თითოეული საჭის შახტის საფუძველი შედუღებული იყო კორპუსზე. რეინჯერი იყენებდა ჰიდრავლიკურ პროპელერებს რეგულირებადი ბიჯით. სტანდარტული პროპელერები, რომლებიც ავტომატურად გახსენდებათ, ფიქსირებული ბიჯი აქვთ. ხომალდი მიმართულებას იცვლის გადაცემათა კოლოფის მეშვეობით, რომელიც ცვლის პროპელერის ბრუნვის მიმართულებას. რეგულირებადი ბიჯის პროპელერები არეგულირებენ თითოეული ფრთის კუთხეს, რათა წყალი ერთ ან მეორე მიმართულებით გადაიწიოს, როცა პროპელერის ფრთა კუთხეს იცვლის. დადებითი კუთხე ხომალდს წინ წერს, უარყოფითი კუთხე ხომალდს უკუსლით ამოძრავებს, მაშინაც კი როცა პროპელერის ღერძი იმავე მიმართულებით ბრუნავს. ალასკა რეინჯერის რეგულირებადი ბიჯის პროპელერი იყენებდა ელექტროჰიდრავლიკურ საკონტროლო სისტემას, რომელიც ხიდიდან იმართებოდა. საწვეში თითოეულ პროპელერს ჰქონდა ერთი ელექტროტუმბო და ერთი თუმბო, რომელიც მისივე ძრავით მექანიკურად მუშაობდა. ელექტროტუმბო იყო ძირითადი, ხოლო მექანიკური ტუმბო სარეზერვო. მექანიკური ტუმბოები დაზიანდა 1989 წლის ბოლოს და ისინი ელექტროტუმბოებით ჩანაცვლდა. ორიგინალების შეკეთება ძვირიჯდებოდა და სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომი არ იყო. ამის შემდეგ თითოეული პროპელერი ორ ელექტროტუმბოზე მუშაობდა. მაგრამ თუ ელექტროენერგია დაიკარგებოდა, პროპელერები ავტომატურად უბრუნდებოდნენ ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ნიშნავს სრულ უკუსლას, ანუ უარყოფით ბიჯს. ჩვეულებრივ, ესეთი ტიპის გემებს აქვთ სარეზერვო სისტემები, რომლებიც სხვადასხვა სისტემაზე მუშაობს, მექანიკურ ან ელექტრულზე. თევზსაჭერი კომპანია ალასკა სრულად იცნობდა ამ კონფიგურაციას და მის ნაკლოვანებებს. 1988 წელს საზღვაო გამოცდების დროს ალასკა რეინჯერი 15 წამის განმავლობაში უკუსლით წავიდა მას შემდეგ, რაც ჰიდრავლიკური ტუმბოები გამოირთო, მაშინ როცა ხომალდი წინ მოძრაობდა. 1986 წლის მაისში, როცა გემი ნავსადგურში იდგა და ძრავები მუშაობდა, ენერგიის დაკარგვამ მართვადი კუთხის პროპელერები ნულოვანი კუთხიდან უარყოფით კუთხეზე გადაიყვანა. გემი უკუსლით წავიდა და შეეჯახა ალასკა Warriors, რომელიც რეინჯერის უკან იყო მიბმული. 2003 წელს იგივე შემთხვევა კვლავ განმეორდა. გემი უკუსლით შეეჯახა სხვა ხომალდს, მას შემდეგ რაც პროპელერები ნეიტრალურზე ყოფნიდან უკუსლაზე გადავიდა, რადგან მთავარმა ინჟინერმა ელექტროჰიდრავლიკური ტუმბოები არ ჩართო მთავარი გენერატორების გაშვებამდე. ესეთ სიტუაციაში, როცა გემი უკუსლით იწყებს მოძრაობას, მგონია, რომ ჩემი ბუნებრივი ინსტინქტი იქნებოდა ბერკეტი წინ მიმეცია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებდა. ეს ინტუიციის საწინააღმდეგოა. ალასკა რეინჯერს სიცოცხლის განმავლობაში კიჩოზე არაერთი შეკეთება დასჭირდა. მარჯვენა უკანა ბალასტის აუზში გაბზარული შედუღების ადგილი 1986 წელს შეკეთდა. 2001 წლის დეკემბერში ტრანსომის ორივე მხარეს დაზიანება აღმოაჩინეს, რაც სრულად გამაგრებას საჭიროებდა და კიჩოს რამპა ჟონავდა. სათევზაო აღჭურვილობაში ტროლის კარების განმეორებით აწევამ და ჩამოშვებამ ტრანსომის კარე საფარში ზარები გამოიწვია. წლების განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა და 2004 წლის სექტემბერში ცვალი თავისუფლად გადადიოდა მარცხენა და მარჯვენა ბალასტის აუზებს შორის. 2004 წლის დეკემბერში ცენტრალური გამყოფი თიხარი შეკეთდა. ის თავიდან შედუღდა 2005 წლის იანვარში და კვლავ 2005 წლის ოქტომბერში. ამავე დროს გემთმშენებელმა ქარხანამ გარე ტრანსომზე დამატებითი ფირფიტა დაამატა. დამატებითი ფირფიტა არის ფოლადის დამატებითი ფირფიტა, რომელიც შედუღებულია სუსტ ადგილზე, როგორც ჟანგიანი მანქანის პანელის შეკეთებისას. მაგრამ დამატებითმა ფირფიტებმა შეიძლება დაძაბულობა დააკონცენტრირონ იმ ადგილას, რომელიც უკვე სუსტია. ისინი შეიძლება ტენიანობა დააგროვონ და დაფარონ ქვემოთ არსებული ორიგინალი მეტალის მდგომარეობა. 2005 წელს გადაღებულმა ფოტო რემონტის დროს აჩვენა წყლის გაჟონვა კიჩოს ღრუებიდან, სადაც ფირფიტები იყო შედუღებული. 2007 წლის აპრილში გაჟონვები აღმოაჩინეს, მაგრამ ვერც მიზეზი და ვერც ზუსტი მდებარეობა ვერ დაადგინეს. ნიშნულოვანი სამუშაოები ახალი გამაძლიერებელი ფირფიტებით და გარე ტრანსომის ორივე მხარეს ჩატარებული რემონტით დაფიქსირდა 2005 წლის ნოემბერში და კვლავ 2007 წლის ნოემბერში. როგორც ეგრეთ წოდდება თავნაწლავის ფლოტის ნაწილს, ალასკა რეინჯერს ნიშნულოვანი გამონაკლისი ჰქონდა. ამ ფლოტში შემავალი 60-ზე მეტი გემი გათავისუფლებული იყო აშშ-ს სანაპირო დაცვის ინსპექციისგან 2006 წლამდე, როდესაც შემოიღეს ალტერნატიული შესაბამისობისა და უსაფრთხოების შეთანხმება.
ეს პროგრამა მიზნად ისახავდა ძველი გემების იმავე სტანდარტებამდე მიყვანას, რაც მოქმედ რეგულაციებშია მათი კლასის გემებისთვის. 2007 წლის მარტში სანაპირო დაცვამ გასცა ახალი ინსტრუქცია კომერციული თევზსაჯერი გემებისთვის, რომლებიც სამ კატეგორიად დაყო: თევზსაჯერი გემი, თევზის მიმღები გემი და თევზის გადამამუშავებელი გემი. ახალი ინსტრუქცია ითხოვდა განახლებულ შესაბამისობასა და სერტიფიცირებას. 2008 წლის იანვარში სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მხოლოდ 7 გემი იყო სრულად შესაბამისი მოთხოვნებთან. სიეტლის სანაპირო დაცვის ოფისი ხელმძღვანელობდა პროგრამას ეგრეთ წოდებულ თავნაწლავის ფლოტისთვის და მხოლოდ ერთი ინსპექტორი ატარებდა უმეტეს შემოწმებებს. რაც ნიშნავდა, რომ სანაპირო დაცვას არ ჰქონდა ინფორმაცია გემების უმეტესობის მდგომარეობაზე. 2008 წლის თებერვლის ბოლოს მათ ვადა 30 დღით საერთო წესით გაუხანგრძლივეს იმ განცხადებლებს, ვინც მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გემის მფლობელებს სთხოვეს შეეტყობინებინათ ნებისმიერი დაუსრულებელი სამუშაოს შესახებ. ალასკა რეინჯერის ჩანაწერები აჩვენებს დაგეგმილ ტექნიკურ მომსახურებას გემის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და კომუნიკაციას ინსპექტორთან. მაგრამ კვლავ არსებობდა კითხვები უკანა ბალასტური ავზების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ მოწმდებოდა სათანადოდ არც გემის შიგნიდან და არც გარედან. 2007 წლის ნოემბერში ალასკა რეინჯერი, ალასკა დურუსი და ალასკა ვორიორი შევიდნენ მშრალ დოკში იამანიშის გემთმშენებლობის ქარხანაში, იაპონიაში, სარემონტო სამუშაოებისთვის, გემის საწარმოო ნაწილის მოდიფიკაციებისთვის და სანაპირო დაცვის მშრალი დოკისა და შიდა სტრუქტურული შემოწმებებისთვის. საზღვაო ოფიცერი, რომელმაც ალასკა რეინჯერზე უკანა მარცხენა ბალასტური ავზი შეამოწმა, ამბობდა, რომ მისასვლელი ძალიან ცუდი იყო. მან მას ლაბირინთი უწოდა და შემოწმების ხვრელები იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ ფანრის შუქის გაშვება შეეძლო, რათა აშკარად სვეთის ნიშნები დაენახა. გარეთ რანსომზე, სადაც მეტალის ფირფიტები დაამატეს, წარმოქმნა სიცარიელე ორიგინალ კორპუსის მეტალსა და ახალ ფირფიტებს შორის. თევზჭერის კომპანია ალასკამ გარეთ რანსომი დაამონტაჟა, რათა კიჩოს ტრალების დაზიანებისგან დაეცვა, მაგრამ ის არ იყო გათვლილი შიგნიდან დასათვალიერებლად ან კოროზიისგან დაცვაზე. გემთმშენებელმა ქარხანამ შიდა საჯის ოთახის ზედაპირები დაფარა და მცავი ანოდები მიამაგრა კორპუსის ღია ნაწილებზე, მაგრამ კარკასი და ზოგიერთი ფირფიტა გარეთ რანსომსა და ქვემოთ მდებარე კორპუსს შორის დაუცველი დარჩა. ალასკა რეინჯერი შეამოწმეს 2 სანაპირო დაცვის ინსპექტორმა სიეტლიდან და 2 იაპონიაში ბაზირებულმა. მათ გამოიყენეს ულტრაბგერითი გაზომვა კორპუსის მეტალის სისქის დასადგენად, მაგრამ არ ჰქონდათ მონაცემები საწვისი ფირფიტის სისქის შესახებ შედარებისთვის, ამიტომ საშუალო მაჩვენებლები გამოიყენეს სისქის დასადგენად. მათ არ გაუკეთებიათ გაზომვები კიჩოს ცვეთადი ფირფიტებისა და კიჩოს შიდა ღრუების ფირფიტებზე, ასევე კიჩოს რამპის შიდა ან გარე ფირფიტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ნახაზებში ნაჩვენები იყო, რომ კიჩოს შიდა ფირფიტებზე წვდომა შესაძლებელი იყო უკანა ბალასტის ავზებიდან. შემოწმების სპეციფიკაციები ითხოვდა წინა და უკანა ავზების შიდა უბნების სისქის გაზომვას, მაგრამ მთავარი ინსპექტორი ამბობდა, რომ კიჩოზე გაზომვების ჩატარების საჭიროება არ იყო, რადგან იქ ცვეთადი ფირფიტაა. მან გამოდოვა ინსპექტირება იმ უბნის, სადაც წვდომა ყველაზე ნაკლები იყო და სადაც ყველაზე მეტი სარემონტო სამუშაო იყო დაგროვილი. კიჩოზე სხვა შეკეთებებიც იყო ჩატარებული. ტექნიკური მომსახურების ჟურნალებში დაფიქსირებული იყო სხვა დამატებითი ფირფიტები, კოროზირებული შედუღების ნაკერები და მთავარი ჩარჩოს ბზარები. ცენტრალური ბულხეთი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ბალასტის ავზებს ყოფდა, ხშირად ფიგურირებდა ანგარიშებში და 2008 წლის მარტში ის კვლავ კომპანიის სამუშაო სიაში იყო. რამდენიმე მცირე იახტაზე შემოწმება ჩავატარებინე და ინსპექტორები მცოდნეები და საფუძვლიანები იყვნენ. მაგრამ ყოველთვის არის მომენტი, როცა ისინი ხაზს ავლებენ. ისინი ვერ ჭრიან მიუწვდომე ლუქიან სათავსებს, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ გააკეთონ პროფესიული შეფასება. 2008 წლის 21 მარტს პარასკევს ალასკა რეინჯერი შედის დაჩ ჰარბორში 45 ეკიპაჟის წევრით და 2 მეთევზეობის დამკვირვებლით. სამხრეთით მოძრავი ყინული ხომალდს იელოუფინ სოლის თევზაობის ადგილებიდან აძევებს, ამიტომ მოგზაურობა ნაადრევად სრულდება. პორტში ეკიპაჟი ძირზე თევზაობის აღჭურვილობას ცვლის შუა წყალში თევზაობის აღჭურვილობით, რათა მაკრელი დაიჯინო. ისინი ავსებენ საწვავს და ავსებენ მარაგებს, მაგრამ დროის დასაზოგად არ გადმოდვირთავენ 19-დან 22 მარტამდე დაჯერილ თევზს. გემზე 3 ორგანიზაციის ეკიპაჟის წევრები არიან, რაც მსგავსი თევზსაჯერი გემებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თევზსაჯერი კომპანია ალასკა ამარაგებს 40 ეკიპაჟის წევრს, მათ შორის 2 გემბანის ოფიცერს, 3 ინჟინერ ოფიცერს, 2 მზარელს, 1 სტიუარტს და 32 ქარხნის მუშას.
5 ეკიპაჟის წევრი იაპონიის მოქალაქეა, რომლებიც დასაქმებულნი არიან North Pacific Resources-ში, რომელიც არის აშშ-ში მდებარე A&U Fisheries-ის განყოფილება და აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება თევზსაჯერი კომპანია Alaska-სთან ყველა დაჯერილი თევზის შესაძენად. მათთან ერთად ბორტზე იმყოფებიან თევზის სპეციალისტები, რათა უზრუნველყონ, რომ თევზჭერა სწორ სახეობებზე იყოს მიმართული. მათ ოპერაციებზე დიდი გავლენა აქვთ, რაც ხშირად იწვევს დაპირისპირებებს თევზსაჯერი კომპანია Alaska-ს გემებზე ამერიკელ და იაპონელ ეკიპაჟს შორის. ქარხნის ეკიპაჟი 3 ჯგუფად მუშაობს, რომლებიც 12 საათიან ცვლაში არიან და 6 საათი ისვენებენ. 2 ჯგუფი მორიგეობს, სანამ ქარხანა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. პირობები მძიმეა და გამოცდილება შეიძლება წლებითაც იზომებოდეს და მხოლოდ რამდენიმე დღითაც. ერთ-ერთი ქარხნის მუშა Dutch Harbor-ში შეუერთდა ეკიპაჟს პირდაპირ გემის გასვლამდე. მიცურავს ცუდ ამინდში, თუმცა არა ამ რეგიონში, მაგრამ ასეთ თევზსაჯერ გემზე მუშაობა ნამდვილად არ მინდოდა. მინდა ვიფიქრო, რომ გემით ცურვა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია მთელი დღე გემის ქვედა სართულზე თევზის გაწმენდაზე მუშაობდე. ეს ძალიან მძიმე საქმეა. ზოგიერთი ქარხნის მუშა ასევე ბოცმანი ან გემის გემბანის მუშა ხდება. თევზაობისას გემბანზე მუშაობს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ქარხანაში. იაპონელი მთავარი ინჟინერი მართავს გაგრილების, ჰიდრაულიკისა და ქარხნის სისტემებს. დანარჩენი იაპონელი ტექნიკოსები თევზაობასა და ტექნიკურ მომსახურებაში ეხმარებიან. სეზონი იანვრის 20-დან ოქტომბრამდე გრძელდება. წლის განმავლობაში სამიზნე სახეობები იცვლება. ზღვის ყინული ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ბერინგის ზღვაში ნოემბერში წარმოიქმნება, როდესაც ზღვის წყალი დაახლოებით -1.7 გრადუს ცელსიუსამდე გაცივდება და ასე გრძელდება ივნისამდე. ზღვის წყალი იყინება -1.8 გრადუს ცელსიუსზე. თევზჭერის კომპანია Alaska-ს ოპერაციების მენეჯერი მიიჩნევს, რომ გემის კორპუსს ყინულის კლასი აქვს, რადგან მისი გამაგრებული ფოლადი წყლის ზედაპირის ზემოთ და ქვემოთაცაა განთავსებული. ამიტომ ისინი იმ სეზონებში ცურავენ, როდესაც გემი ზღვის ყინულს შეხვდება. თევზჭერის კომპანია Alaska იმ დროს 7 ალასკურ გემს ამუშავებდა. Patriot, Spirit, Pioneer, Warrior, Victor, Duris და Ranger. 65 წლის კაპიტანი ჯეიკობსონი რამდენიმე ლიცენზიას ფლობს. ის თევზჭერის კომპანია Alaska-ში 1985 წლიდან მუშაობს. ის 4 თევზჭერის კომპანია Alaska-ს გემზე იყო მეორე მეზღვაური და 2008 წლის მარტში Alaska Ranger-ის კაპიტანი გახდა. მეორე მეზღვაური სილვერა 50 წლისა და მასაც აქვს კაპიტნის ლიცენზია. ის ყველა 7 თევზჭერის კომპანია Alaska-ს გემზე კაპიტანი ან მეორე მეზღვაური იყო. ის Alaska Rangers მეორე მეზღვაურად 2008 წლის მარტში შეუერთდა. 2007 წლიდან 65 წლის მთავარი მექანიკოსი კუკი Alaska, Patriot-სა და Alaska Victor-ზე მსახურობდა. ის Alaska Ranger-ზე 2008 წლის იანვარში გადავიდა და 2 ასისტენტ ინჟინერს პრორიგეობით ცვლებში ხელმძღვანელობს. Fishmaster Konosani Alaska Ranger-ზე 2005 წლიდან იაპონური კომპანიის AN Yao-ს წარმომადგენლად მსახურობდა. 2 ნოას დამკვირვებელი გემზე მარტის 4-დან 19-მდე ავიდა, რათა ოპერაციები დაეკვირვებინა და ნადავლის შესახებ მონაცემები შეეგროვებინა, რომლებიც 40-ზე მეტი აშშ-ს თევზჭერის მართვისთვის გამოიყენება. Alaska Rangers 55 გადარჩენის კოსტიუმი აქვს სტრობოსკოპული განათებით, ასევე 3 20-კაციანი გასაბერი სამაშველო TV სტრობოსკოპებით და EPIRB, რომელიც საგანგებო სიგნალის გამცემია და გადმოსცემს მდებარეობას მაშველებისთვის დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილიდან. ყოველთვიური უსაფრთხოების წვრთნები ძირითადად კონცენტრირებულია შეკრებაზე და გადარჩენის კოსტიუმების ჩაცმაზე. საგანგებო ჯგუფი სხვა წვრთნებს უფრო იშვიათად ატარებს. გემის დატოვება, ხანძრის ჩაქრობა, ადამიანის გადარჩენა წყალში ჩავარდნისას, წყლის ამოდუმბვა ან დაზიანების კონტროლი, საგანგებო ზარების გაგზავნა და გაუმართავი განგაშის შეტყობინება. საგანგებო ჯგუფში შედის ქარხნის მენეჯერი, ქარხნის უფროსი, 3 ქარხნის მუშა, გემბანის მუშა და ბოცმანი. კაპიტანს, უფროს თანაშემწეს და ერთ დამხმარე ინჟინერს ასევე აქვთ დაზიანების კონტროლის ან უსაფრთხოების სერტიფიკატები. სპეციალური უსაფრთხოების ბიუჯეტი ან დაწერილი სასწავლო პროგრამა არ არსებობს, მაგრამ სანაპირო დაცვის შემოწმებლები ამბობენ, რომ Fishing Company Alaska-ს ეკიპაჟები პროფესიონალები არიან და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობენ. და ერთი შემოწმებელი ამბობს, რომ Fishing Company Alaska ყოველთვის ზრუნავს უსაფრთხოებაზე. რეკრეაციულ ნაოსნობაში უსაფრთხოების ტრენინგი ხშირად არჩევითი. მსოფლიოს ბევრ ნაწილში შეგიძლიათ იყიდოთ ნავი და დაიწყოთ ნაოსნობა ყოველგვარი ოფიციალური კვალიფიკაციის ან უსაფრთხოების ტრენინგის გარეშე. კომერციულ სექტორში კი უსაფრთხოება რეგულირდება.
შაბათს 2008 წლის 22 მარტს შუა დღის შემდეგ ალასკა რეინჯერი ტოვებს დარჩ ჰარბორს და მიემართება პატროლ ბანკისკენ დაახლოებით 500 საზღვაო მილის დასავლეთით, სკუმბრიის დასაჭერად. 12 საათსა და 36 წუთზე ქარი ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს 15 კვანძის სიჩქარით, ხოლო მძლავრი დაბერვები 27 კვანძს აღწევს. ხილვადობა დაახლოებით 1,75 საზღვაო მილია სუბუქი ქარბუქის პირობებში. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით -4 გრადუსია ცელსიუსით, ხოლო წყლის ტემპერატურა 0-დან 2 გრადუსამდე მერყეობს ცელსიუსით. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზი აჩვენებს ამინდის გაუარესებას, ძლიერი ქარისა და გამფრინავი შხეფების გაფრთხილებებით. ქარის სიჩქარე იზრდება 40 კვანძამდე, ხოლო მძლავრი დაბერვები 55 კვანძამდე აღწევს, ზღვის ტალღები 4 მეტრამდე მეტი თოვლი და ძლიერი გამყინავი შხეფები შაბათის ღამიდან კვირას 23 რიცხვამდე. ჰევჯერის კომპანია ალასკას ოპერაციების მენეჯერი ამბობს, რომ პატრულ ბანკამდე გადასვლას დაახლოებით 2.5 დღე სჭირდება. ეკიპაჟი ჩვეულებრივ გზაში ისვენებს და ფილმებს უყურებს, როცა არის წინავ. 19:00 საათზე ღამის ინჟინერი ცვლის დღის ინჟინერს, ხოლო კაპიტნის თანაშემწე ცვლის კაპიტანს გემბანზე. კვირას 23 მარტს დაახლოებით 2 საათისთვის ღამით კაპიტნის თანაშემწე მორიგეობაზეა და გადასვლა მშვიდობიანად მიმდინარეობს. ის იღებს სატელიტურ ზარს ალასკა სპირიტის კაპიტნის თანაშემწისგან, რომელიც მათ უკან დაახლოებით 100 საზღვაო მილის მანძილზეა და ასევე მიემართება პატრულ ბანკისკენ. ისინი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში საუბრობენ და არანაირ შეშფოთებას არ გამოხატავენ. პროგნოზის შესაბამისად ამინდი გაუარესდა. საშუალო ტალღები დაახლოებით 2.5 მეტრს აღწევს, ხოლო ზოგჯერ ტალღები 5 მეტრამდეც კი არის. გემბანის ქვემოთ სიტუაცია მშვიდი არ არის. ღამის 2 საათზე დაახლოებით იმავე დროს, როცა კაპიტნის თანაშემწე იღებს ზარს ალასკა სპირიტიდან, ღამის ინჟინერი ხედავს განგაშ, რომ საჭის განყოფილებაში წყლის დონე მაღალია და მიდის შესამოწმებლად. საჭის განყოფილებამდე მისასვლელად მას უნდა გაიაროს ძრავის ოთახი, შემდეგ დამხმარე მექანიზმების განყოფილება და ბოლოს გემის კიჩოში მდებარე საჭის განყოფილებაში შევიდეს. ის აღებს წყალგაუმტარ კარს დამხმარე მექანიზმების სივრცეში და ხედავს წყლის კედელს, რომელიც შიგნით იღვრება. საჭის განყოფილება დამხმარე მექანიზმების განყოფილების უკან მდებარეობს, ხოლო რამპის განყოფილება საჭის განყოფილების ზემოთაა. არ არის ნათელი, წყალი პანდუსის ოთახიდან მოდის თუ საჭის განყოფილებიდან. ის კარს ხურავს და საგედებს ჩაქუჩით აჭედებს, სანამ სალუქები გაჟონვას არ შეწყვეტს. ის ჰიდრავლიკის ოთახიდან საჭის ოთახში რეკავს, რომ მნიშვნელოვანი წყალდიდობა შეატყობინოს და კაპიტნის თანაშემწეს სთხოვს ჩართოს საერთო განგაში. შემდეგ კი მთავარ მექანიკოსს ურეკავს. 2:30-ზე მეორე მეზღვაური განგაშის სიგნალს რთავს და ეკიპაჟის უმეტესობა საჭის ოთახში იკრიბება, ხოლო საგანგებო ჯგუფი ზიანის ლიკვიდაციას იწყებს. ჰამის მექანიკოსი იწყებს ბილგისა და ბალასტის ტუმბოების ჩართვას, რათა საჭის მექანიზმის განყოფილება, დამხმარე მექანიზმების განყოფილება და ძრავის ოთახი წყლისგან გაათავისუფლოს. შემდეგ ის მიემართება რემპის ოთახში. გემის კუდის მხარეს, საწარმოო გემბანზე, რემპის ოთახის ორივე წყალგაუმტარი კარი ღიაა. ოთახში წყალი თითქმის მუხვამდეა. საგანგებო ჯგუფის სახელოსნოდან შემოაქვს პორტატული საგანგებო ტუმბო. მაგრამ სანამ ტუმბოს ჩართვას მოასწრებენ, ჰამის მექანიკოსი და იაპონელი მთავარი მექანიკოსი ეუბნებიან, რომ გემბანის ხიდზე შეიკრიბონ და გემის დატოვებისთვის მოემზადონ. ორი მექანიკოსი შედის პანდუსის ოთახში, რომელიც თანდათან ივსება წყლით და ცდილობენ წყლის შემოსვლის წყარო იპოვონ. ისინი ისმენენ ტრანსფორმატორების ტკაცუნის ხმას, როცა წყალი ელექტროპანელებს აღწევს. ინჟინრები კეტავენ პანდუსის ოთახის 2 წყალგაუმტარ კარს ერთ-ერთს და კიდევ ერთ კარს სახელოსნოსა და ტიბის ჯას შორის, რათა თავიდან აიცილონ ელექტროშოკის რისკი. იაპონელი მთავარი ინჟინერი ანგარიშ აბარებს თევზის წარმოების უფროსს, რომელიც მას და იაპონელ ტექნიკოსს რამდენჯერმე აგზავნის ძრავის ოთახში, რათა შეამოწმონ დატბორვის დონე. ისინი ხედავენ, რომ ძრავის ოთახის ბილდში წყალი სწრაფად იმადებს, მიუხედავად იმისა, რომ ტიხრის ლუქები დალუქულია. 02:36-ზე გემის კიჩო, ანუ უკანა ნაწილი წყალში დაბლაზის, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ჩაძირული. რეინჯერის მეორე მეზღვაური კიდევ ერთხელ უკავშირდება ალასკა სპირიტს და მშვიდად ამბობს: "მოდით აქეთ, საჭის მექანიზმის განყოფილებაში წყალი შემოდის." ის თხოვს სპირიტის მეორე მეზღვაურს დაუკავშირდეს სანაპირო დაცვას, თევზჭერის კომპანიის ალასკის ოფისს, დარჩ ჰარბორში და სხვა ნებისმიერ გემს, ვისაც შეძლებს მიაწვეს. სპირიტის მეორე მეზღვაური სატელიტური ტელეფონით რამდენიმე ზარს ახორციელებს.
ალასკა რეინჯერი დაჩ ჰარბორიდან 100-ზე მეტი საზღვაო მილის დასავლეთითაა და უახლოეს მიწამდე 50-ზე მეტი საზღვაო მილი აშორებს. სპირიტი თითქმის 100 საზღვაო მილით უკანაა, მაგრამ ალასკა ვორიორი უფრო ახლოსაა, რეინჯერის მარშრუტზე 35 საზღვაო მილით დაშორებით. 0242-ზე სპირიტი ვორიორს უკავშირდება და სიტუაციას ატყობინებს. ვორიორი რეინჯერისკენ მიემართება 10 კვანძის სიჩქარით, რაც დაახლოებით 3 საათნახევარში მიიყვანს. 2:46-ზე ალასკა რეინჯერი აგზავნის პირველ საგანგებო სიგნალს, Maydays, და სანაპირო დაცვის კოდიაკის სადგური მაშინვე პასუხობს. ეკიპაჟი ზუსტ კოორდინატებს გადასცემს და ეკერში რჩება, სანამ სანაპირო დაცვა საქმეს გადასცემს სამაშველო კოორდინაციის ცენტრს ჯუნოში 2:54-ის. ისინი ეკიპაჟზე უბნებიან, რომ ხელით ჩართონ თავიანთი ავარიული რადიომაიაკი, ანუ მათი საგანგებო შუქურა. 2:58-ზე სანაპირო დაცვა იწყებს 5-წუთიან შემოწმებებს, ხოლო სარდლობის ცენტრი გზავნის 2 თვითმფრინავს და გადაამისამართებს სანაპირო დაცვის კატერ მონროს თავისი HH-65 დელფინის ვერტმფრენით. რეინჯერის ბორტზე ეკიპაჟის უმეტესობა იკრიბება საჭის კაბინაში და იცვან სადანგებო კოსტიუმებს, ხოლო სადანგებო ჯგუფი იწყებს ავარიულ სამუშაოებს. ადამიანების დათვლა რთულია, რადგან სამაშველო კოსტიუმებზე სქელი ხელთათმანებია და დასწრების ფურცელი მოძველებულია, მაგრამ ქარხნის უფროსი მაინც ყველას აღრიცხვას ახერხებს. ხმაურისა და კვამლის გამო კაპიტანი შეკრებას ღია გემბანზე გადაიტანს, ხოლო მთავარი მზარეული პატარა ჯგუფები მორიგეობით შეხავს შიგნით რომ გათბნენ. კიჩო სულ უფრო დაბლა ეშვება წყალში, სანამ ტალღები ტრანსომზე არ გადავლენ და ბადეებსა და აღჭურვილობას ტროლის გემბანიდან არ წაიღებენ. დღის ინჟინერი ესმის, როგორ ატყობინებს მთავარი ინჟინერი, რომ საჭე დაკარგეს და გემის მიტოვება სჭირდებათ. 03:10 საათზე თითქმის 1 საათის შემდეგ, რაც პირველი პრობლემის ნიშანი გამოჩნდა, ხიდიდან სანაპირო დაცვას ატყობინებენ, რომ საჭე დაკარგეს. მთავარი ძრავა ჯერ კიდევ მუშაობს. ხამის ინჟინერი და კაპიტანი მიდიან, რომ შეაფასონ ძრავის ოთახში წყლის ჩაურა. კაპიტანს არ უნდა, რომ გემმა მოძრაობის უნარი დაკარგოს. გემის ელექტროენერგია დაახლოებით 03:30-ზე ითიშება. საგანგებო განათება ინთება და მთავარი ძრავები მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ გემი იწყებს უკუსვლით სვას საკუთარი ძალით. როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ცვლადი ბიჯის პროპელერი თავის ბუნებრივ უარყოფით ბიჯზე გადადის და გემის სვლის მიმართულებას აბრუნებს. სხვა თითქმის 8 მეტრამდე იმაღლებს, თალღებს და გემი მკვეთრად, უეცრად მარჯვლივ ბორტზე გადახრილობას იღებს, რაც სულ უფრო მძიმდება. კაპიტანი და ღამის ინჟინერი იცვამენ სპეციალურ ტანსაცმელს და 4:02-ზე ალასკა რეინჯერი სანაპირო დაცვას ატყობინებს, რომ მალე დატოვებენ გემს. CS 30 ტიპის თვითმფრინავი კოდიაკიდან თითქმის 700 საზღვაო მილის დაშორებით აფრინდება, ხოლო MH-60 ჯეიჰოკის ტიპის ვერტმფრენის სენტ-პოლიდან დაახლოებით 200 საზღვაო მილის დაშორებით გაეშვება. სანაპირო დაცვის ხომალდი მონრო დაახლოებით 110 საზღვაო მილის დაშორებიდან 30 კვანძის სიჩქარით მიემართება და თავის HH-65 ვერტმფრენს მაშინ გაუშვებს, როცა მოქმედების რადიუსში შევა. თითოეულ ვერტმფრენში იმყოფება პილოტი, მეორე პილოტი, ფრენის მექანიკოსი და სამაშველო მოცურავი. ალასკა ვორიორი მონროზე უფრო ახლოსაა და ზღვაზე პირველ მისვლასელია. გემის მარჯვენა ბორტზე გადახრა ძლიერდება, ამიტომ ეკიპაჟი 3 სამაშველო ტიუს უშვებს. მაგრამ რადგან გემი უკუსვლით მოძრაობს, სამაშველო ტივები წინ მიიდრიფტებიან და გემის ცხვირს გასცემიან. მთავარი მზარეული ცდილობს სამაშველო ტივი გემთან მიიზიდოს და ამ დროს მისი ჰიდროკოსტიუმის ხელთათმანების გულები ეხევა. 04:16-ზე ხიდიდან სანაპირო დაცვას ატყობინებენ, რომ ეკიპაჟი გემზე დარჩება. მათი სამაშველო ტივები დაკარგულია. როდესაც გემი უკუსვლით მოძრაობს, მეტი წყალი შედის კიჩოში, რაც მათ პრობლემებს აჩქარებს. 10 წუთზე ნაკლებ დროში 2 ადამიანი ზღვაში ვარდება, როდესაც გემი მარჯვენა ბორტზე 45 გრადუსით გადაიხრება. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით -9 გრადუსია ცელსიუსით, ქარის სიჩქარე 26 კვანტია და ძლიერად თოვს. ქარის სიცივის ეფექტით შეგრძნებადი ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, სხვა თითქმის იყინება და ტალღები 8 მეტრამდე აღწევს. 04:23 საათზე ხალხი წყალში ხდება. 7 წუთის შემდეგ სენტ-პოლიდან ჯეიჰოკის ვერტმფრენი რადიოს დიაპაზონში შემოდის. საჭესთან მყოფი კაპიტანი იტყობინება, რომ გემი 45 გრადუსით გადაიხარა, გადაბრუნება გარდაუვალია და ბორტზე მხოლოდ 7 ეკიპაჟის წევრი დარჩა. 40 ადამიანი წყალშია.
Jayhawk-ი ამყარებს კავშირს Alaska Warrior-თან, რომელიც დაახლოებით 11 საზღვაო მილის დაშორებითაა აღმოსავლეთით და უახლოვდება, მაგრამ ჯერ კიდევ 1 საათის სავალზეა. როდესაც Jayhawk-ი ადგილზე 5 საათსა და 5 წუთზე ინციდენტის დაწყებიდან თითქმის 3 საათის შემდეგ ჩადის, გემს ვეღარ პოულობს. Alaska Ranger-ი იძირება 1800 მეტრის სიღრმის წყალში. ვებდამფრენი მიემართება კაშკაშას სტრობებისკენ, რომლებიც მათ სამაშველო ნავები ჰქონიათ, მაგრამ იქ პოულობენ ათეულობით პატარა სტრობს ადამიანებისგან, რომლებიც გადარჩენის კოსტიუმებში არიან. ისინი უკავშირდებიან სამაშველო ნავს პორტატული VHF-ით. Ranger-ის ეკიპაჟის ზოგიერთმა წევრმა უსაფრთხოდ მიაღწია სამაშველო ნავს და კარგად არიან, ამიტომ ვერდმფრენი პრიორიტეტს ანიჭებს წყალში მყოფ ადამიანებს. სამაშველო მოცურავე წყალში ჩადის და ისინი ერთად იღებენ 2 ადამიანს, შემდეგ 6-ს, შემდეგ კიდევ 1 წყვილს, შემდეგ კიდევ 3-ს, ჯამში 13 გადარჩენილს, რაც მათ მაქსიმალურ დევადობას შეესაბამება. რადგან სამაშველო ხომალდი ადგილზე არ არის, ისინი იღებენ მოცურავეს და მიფრინავენ Alaska Warrior-ზე, რათა ჩამოსვან გადარჩენილები. 06:04 საათზე ისინი აღმოაჩენენ, რომ Warriors უსაფრთხო ღია გემბანი არ აქვს, ამიტომ ისინი გადადიან Monroe კუტერზე, რომელიც უფრო შორსაა, მაგრამ მიღწევად მანძილზეა. Monroe 05:55 საათზე უშვებს თავის დელფინის ვერტმფრენს და ტოვებს საფრენ გემბანს თავისუფალს, მაგრამ გემბანი განკუთვნილია უფრო პატარა HH-65-ისთვის და არა უფრო დიდი HH-60-ისთვის. 06:20 საათზე საძიებო სამაშველო თვითმფრინავი HC-130C-ში ჩნდება და იწყებს სტრობების დათვას. ის კოორდინაციას უწევს ვერტმფრენებს და მიმართულებას აძლევს Warriors სამაშველო დივებისკენ. 06:23 საათზე პატარა დელფინის ტიპის ვერტმფრენი თავის სამაშველო მოცურავეს წყალში უშვებს. თითო-თითოდ 3 გადარჩენილს ამოჰყავს, შემდეგ მოცურავეს აბრუნებს და სხვა ჯგუფთან გადადის. ჯგუფი მათ სხვა წყვილისკენ მიუთითებს, რომლებსაც უფრო სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. სამაშველო მოცურავე პოულობს დღის ინჟინერს, რომელიც უგონო ეკიპაჟის წევრს ეხმარება. იგი იწყებს უგონო კაცის სამაშველო კალათაში მოთავსებას, მაგრამ მძიმე ამინდის, ცუდი ხილვადობისა და საწვავის სიმცირის გამო ფრენის მექანიკოსი ამ წევას იწყებს მანამდე, სანამ დაზარალებული სრულად მოთავსდება კალათაში. როდესაც კალათა ვერტმფრენთან აღწევს, დაზარალებული ჯერ კიდევ ნახევრად კალათის გარეთ კიდია. კოსტიუმში წყლის მოხვედრის გამო ის ძალიან მძიმეა, რომ კაბინაში შეიყვანა. როდესაც მექანიკოსი ბრუნდება, რომ იპოვოს დანა და გაჭრას კოსტიუმი წყლის გამოსაშვებად, კაცი ცურდება და 12 მეტრზე მეტ სიმაღლიდან ისევ ზღვაში ვარდება. მაშველმა მოცურავეებმა უკვე დაახლოებით 65 მეტრი გაიარეს დღის ინჟინერთან მისასვლელად, რომ ის გადარჩენისთვის მოემზადებინათ და ტალღებში ვეღარ პოულობენ გადმოვარდნილ ეკიპაჟის წევრს. წყალში სხვა ადამიანს თვალს ძალიან ადვილად დაკარგავ. არის მომენტები, როცა ნავიც კი წუთობი არ ჩანს, რადგან ტალღის მწვერვალზე ან ხარში ასხარ და მოძრაობა არ ემთხვევა. 6:44-ზე Jayhawk-ი Monroe Cutters უახლოვდება და 12 გადარჩენილს თითო-თითოდ უშვებს გემის გემბანზე. მათ ტრიაჟისთვის სასადილო გემბანზე გადაჰყავთ. Jayhawk-ი რადიოთით 13 გადარჩენილის შესახებ იუწყება, მაგრამ გემბანის ეკიპაჟი 12 იტყვის. ეს შეუსაბამობა Monroe საკონტროლო ცენტრში სამძებრო სამაშველო კოორდინატორებამდე არ გადადის. იმიტომ რომ HH-60 ვეჭდება Monroe-ს პატარა ვერტმფრენის გემბანზე, გადარჩენილების გადმოყვანის შემდეგ ეკიპაჟი ჰაერში საწვავით შევსებას ამზადებს. ისინი საწვავის შლანგს სპეციალური ადაპტერით ამ წეზე აწვდიან. ფრენის მექანიკოსი მას აერთებს, რომ საწვავის მიწოდება დაიწყოს და შევსების შემდეგ შლანგს უკან უშვებს. როდესაც კატერი საძიებო ზონას უახლოვდება, ის იღებს ადგილზე ხელმძღვანელობას ჯუნოს სამაშველო კოორდინაციის ცენტრიდან. ავარიის ადგილზე მყოფი პატარა დელფინის ვერტმფრენსაც საწვავი უმთავრდება. ის 3 გადარჩენილთან ახლოს აგდებს პატარა სამაშველო ნავს, ტოვებს თავის მაშვალ მღვინთავს წყალში მყოფებთან და ბრუნდება Monroe-ში. 7:26-ზე ადგილზე ჩამოდის Alaska Warrior-ი. სამაშველო ნავში მყოფი დაზარალებულები ვერ ახერხებენ სამაშველო კიბეზე ასვლას ხელვად ზღვაში, ამიტომ Warrior-ი იყენებს ამ წესს და სპეციალურ ღვედს, რომ ყველა 10 ადამიანი უსაფრთხოდ აიყვანოს გენზე. უფრო დიდი Jayhawk-ის ვერტმფრენი საწვავის შევსებას ამცირებს, რათა Monroe-მ შეამციროს მანძილი დელფინის ვერტმფრენამდე, რომელსაც საწვავი კრიტიკულად უმცირდება. Jayhawk-ს საკმარისი საწვავი აქვს, რომ სამაშველო ოპერაცია გააგრძელოს. დელფინი ეშვება Monroe-ზე 5 გადარჩენილთან ერთად. Jayhawk-ი შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 08:00 საათზე მიდის და Warrior-ი მეორე სამაშველო ნავს ბორტზე იღებს კიდევ 12 გადარჩენილთან ერთად.
ჯეი-ჰოკი კიდევ 4 ადამიანს იღებს, აბრუნებს დელფინის სამაშველო მოცურავეს, უგონო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლს და შემდეგ ადასტურებს, რომ სამივე სამაშველო ნავი ცარიელია. ისინი აგდებენ დრეიფტის მარკირების ბუის დინების მიმართულების დასადგენად და მიემართებიან მონროსკენ. 09:07 საათზე ჯეი-ჰოკი 4 გადარჩენილთან ერთად ჩამოდის. ის ჩამოსვანს გადარჩენილებს და ორივე მოცურავეს მუნროზე, მაგრამ უფროსი თანაშემწე უგონოა და მისი გადარჩენა ვერ ხერხდება. 9:45 საათზე დელფინი თავის მოცურავესთან ერთად კვლავ აფრინდება. ვორიორი პოულობს 3 უგონო მსხვერპლს, კაპიტანს, მთავარ ინჟინერს და ეკიპაჟის წევრს, რომელიც ვერტმფრენიდან ჩამოვარდა. ვერც ერთი ვერ გადარჩა. 10:12 საათზე სამაშველო ცენტრის მონაცემებით მონროზე 22 გადარჩენილი იმყოფება. ვორიორზე მყოფი 25 კაცით ჯამში 47 ეკიპაჟის წევრია აღრიცხული და სანაპირო დაცვის სარდლობა შეწყვეტს სამძებრო სამუშაოებს. 11:00 საათზე დოლფინი ბრუნდება მონროზე, ხოლო ჯეი-ჰოკი მიემგზავრება სენტ-პოლში. მონრო და ვორიორი ერთად მიემართებიან დაჩ ჰარბორისკენ. 12:15 საათზე სამაშველო კოორდინაციის ცენტრი აცნობიერებს, რომ ერთი ადამიანი დაკარგულია, მას შემდეგ რაც გადაამგოწმეს გადარჩენილების სახელები მონროდან და ალასკა ვორიორიდან. იაპონელი თევზჭერის უფროსი არ არის აღმოჩენილი და მონროზე სინამდვილეში 21 გადარჩენილია, არა 22. ისინი დაუყოვნებლივ განაახლებენ ძებნას მონროსთან, კიდევ ერთ ჰერკულეს HC-130-კან და დოლფინ HH-60-თან ერთად. ალასკა სპირიტი, ალასკა ვიქტორი და ალასკა დურუსი მოგვიანებით ჩამოდიან, რათა დაეხმარონ ძებნაში, ხოლო ალასკა ვორიორი აგრძელებს გზას დაჩ ჰარბორისკენ. საზღვაო დაცვა შეწყვეტს ძებნას მომდევნო ღამეს, ორშაბათს 24 მარტს 21:12 საათზე, მაგრამ თევზსაჭერი კომპანიის ალასკას გემები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ საკუთარ ძებნას. სულ 47-დან 42 ეკიპაჟის წევრი გადაარჩინეს სხვადასხვა ხარისხის ჰიპოთერმიით. 4 გარდაცვლილი იპოვეს: კაპიტანი, კაპიტნის თანაშემწე, მთავარი მექანიკოსი და ქარხნის მუშა. თევზჭერის უფროსი ვერ იპოვეს და მიიჩნიეს, რომ გარდაიცვალა. გემი 1830 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაძირული, ამიტომ აშშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოსა და სანაპირო დაცვის გამომძიებლებს მოვლენების ქრონოლოგიის აღსადგენად მოწმეების ჩვენებებზე, სამსახურებრივ ჩანაწერებსა და კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობა მოუწიათ. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომაც და სანაპირო დაცვამაც განაცხადეს, რომ კიჩოში წყლის შეღწევის ზუსტი ადგილი სავარაუდოდ არასდროს გახდება ცნობილი, მაგრამ ჩვენებებმა და ტექნიკური მომსახურების ისტორიამ სრული სურათი შექმნა. მას შემდეგ, რაც წყალი პირველად შევიდა საჭის მექანიზმის სათავსში, ეკიპაჟმა სანაპირო დაცვას აცნობა, რომ მართვა დაკარგეს და სავარაუდოდ საჭეც. თუ საჭის ღერძი ამოვარდებოდა, დარჩებოდა დაახლოებით 22 სანტიმეტრის სიგანის ხვრელი, რაც შეესაბამება საჭის შახტის ზედა ნაწილში მდებარე საკეტის რგოლის შიდა დიამეტრს. 22 სანტიმეტრიანი ხვრელი საჭის მექანიზმის სათავს 5 წუთზე ნაკლებ დროში დატბორავდა, თუ საჭის პერკეტი თავისუფალი იყო და ღერძი ჩამოვარდნილი იყო, რაც ემთხვევა ღამის ინჟინრის მონათხრობს, რომელმაც სიგნალიზაცია გაიგონა და წყლის კედელი დაინახა. მაგრამ საჭის დაკარგვა უფრო გაცვეთილი კიჩოს სიმპტომი იყო, ვიდრე ერთი კონკრეტული მიზეზი. 80 შესწორებამ ხელი შეუშალა ძველი ქარხნული ტრალერების ჩანაცვლებას, რის გამოც მოძველებული გემები კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას ბერინგის ზღვაში, რაც გამოფიტულ კორპუსებს მათი საუკეთესო პერიოდის შემდეგაც ამუშავებდა. თუ დავამატებთ უფრო ადრე გაცემულ ინსპექტირების გამონაკლისებს, ეს კიდევ ერთ ხვრელს ქმნიდა შვეიცარიული კველის მოდელში, რომელიც წლების წინ შეიძლებოდა დახურულიყო. მაგრამ ინსპექტირების გამონაკლისები არ ნიშნავდა იმას, რომ ხომალდი საერთოდ არ შემოწმებულა. ალასკა რეინჯერს სიცოცხლის განმავლობაში არაერთი შემოწმება და უსაფრთხოების ინსპექცია ჩაუტარდა. საზღვაო საბჭო დაეთანხმა, რომ წყლის ჩაღვრა დაიწყო საჭის ოთახში ან მის მახლობლად, მაგრამ მათი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჭე დაკარგულიყო, რადგან ის ნელ-ნელა საათების ან დღეების განმავლობაში მოეშვებოდა, რაც ხმაურსა და ვიბრაციას გამოიწვევდა, რაც ჩვეულებრივი შემოვლის დროს აუცილებლად უნდა შეემჩნიათ. არავის დაუფიქსირებია ბზარის, ბრახუნის ან დარტყმის ხმები, ასევე ვიბრაცია ან საჭის პრობლემები წყლის ჩაღვრამდე. ორივე გამოძიება ვერ მივიდა წყლის ჩაღვრის ზუსტი წერტილის იდენტიფიცირებამდე, მაგრამ სანაპირო დაცვის ანალიზმა აჩვენა, რომ გარკვეული ტიხრები და გემბანები წყალგაუნტარი არ იყო, რაც წყლის თანდათანობით გადასვას ერთი გამყოფილებიდან მეორეში შესაძლებელს ხდიდა. ალასკა რეინჯერი გადარჩებოდა, თუ წყლის ჩაღვრა მხოლოდ საჭის ოთახში იქნებოდა შეზღუდული.
თუნდაც წყალი ჩავრილიყო რემპის ოთახში, გენერატორის ოთახში, უკანა მექანიზმებში, დერეფანსა და სახელოსნოში, ხომალდს მაინც შეეძლო ზედაპირზე დარჩენა. მაგრამ როგორც კი წყალი ძრავის ოთახში შევიდა და ტუმბოებმა ვეღარ გაუძლეს, დაგარგვა გარდაუვალი გახდა. დამომძიებლებმა დაასვენეს, რომ ჩაძირვა გამოწვეული იყო წყლის თანდათანობითი ჩავრით გიჩოდან. მაგრამ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ დაამატა, რომ გემის უკონტროლო მოძრაობამ უკანა მიმართულებით დაღუპულთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. სლადი ნაბიჯის პროპელერის სისტემის უკუსლის მარცხმა გამოიწვია გემის უკანასვლაში გადასვლა ან უკან მოძრაობა, როდესაც ელექტროჰიდრავლიკური ენერგია დაიკარგა. საზღვაო დაცვამ აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა ჰიდრავლიკური წნევის დაკარგვის შემდეგ უკანასვრის თავიდან ასაცილებლად იყო მთავარი ძრავების გამორთვა. ფილოკის კაბინაში დისტანციური საგანგებო ძრავის გამორთვის სისტემები შემოწმდა 2008 წლის იანვარში წინა კაპიტნისა და ღამის ინჟინრის მონაწილეობით. მაგრამ ამჟამინდელი კაპიტანი და კაპიტნის თანაშემწე იმ ტესტირებაზე არ იმყოფებოდნენ. ისინი ხომალდს მხოლოდ იანვარსა და მარტს შორის შეუერთდნენ. იმ ტესტის მიუხედავად, ორივე ინჟინერმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ფიქრობდნენ, მხოლოდ ძრავის ოთახის ეკიპაჟს შეეძლო ძრავების გაჩერება. როდესაც გემი ჩაძირვისას უკუსლით წავიდა, კაპიტანი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროისთვის ძრავის ოთახში შესვლა უსაფრთხო აღარ იყო, რაც ნიშნავდა, რომ მხოლოდ დისტანციური გამორთვები იყო ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ გემზე არავინ ჩანდა, ვინც მათ ესმოდა ან ენდობოდა. არ არსებობდა არც გაფრთხილება და არც დაწერილი პროცედურები, რომლებიც ახსნიდა, რომ გემი ელექტროენერგიის წვედის შემთხვევაში მოულოდნელად უკუსლით შეიძლებოდა წასულიყო და არც მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ასეთ დროს. NPSP-მ დაადგინა, რომ გემი უკუსვლით არ წავიდოდა, რომ მის ცუადი ბიჯის პროპელერებს ჯერ კიდევ ორიგინალური მექანიკური ჰიდრავლიკური ტუმბოები ჰქონოდა. ძირითადი ძრავების შენელება ან გამორთვა უკუსვლით მოძრაობას შეაჩერებდა, სავარაუდოდ წყლის ჩაღვრას შეანელებდა და სამაშველო ტივტივებს ხელმისაწვდომ ადგილას დატოვებდა. NTSB-ის ანგარიში კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. გამოიკვეთა ეკიპაჟის წევრები ზოგჯერ სამსახურში ძილს ან ალკოჰოლის სმას მისდევდნენ, მიუხედავად თევზსაჭერი კომპანია ალასკას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა. დაღუპული კაპიტნის თანაშემწისა და მთავარი ინჟინრის ტოქსიკოლოგიურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ისინი ფხიზლები იყვნენ, მაგრამ გადარჩენილები არ შემოწმებულა. 2006 წლის ხომალდის ინსპექტირების მიხედვით, ალასკა რეინჯერის ღირებულება დაახლოებით $5.5 მილიონ შეადგენდა, ხოლო მისი ჩანაცვლების ღირებულება დაახლოებით $15 მილიონი იყო. ნამსხვრევების არც ამოყვანა და არც მათი დისტანციური ინსპექტირება არასდროს განხორციელებულა. 2016 წელს ალასკა დურამ ჩაიძირა წყალგაუნტარი მთლიანობის ცუდი მდგომარეობის გამო, რამაც ძრავის ოთახის დატბორვა გამოიწვია. 2017 წლის დასაწყისში თევზსაჭერი კომპანია ალასკამ შეწყვიტა მუშაობა და დარჩენილი აქტივები გაბრიდა. სხვა კატასტროფის სანახავად დააწყაბუნეთ ეკრანზე არსებულ ვიდეოზე ახლავე.